დღეს ახლა სიო მარიამ ვართ მაშინ? ლაივში არა ვარ, არა ვიდეოში ვარ. ვიდეოში ვარ? მან დაიწყე. ძიმე სიტუაცია. გამარჯობათ მეგობრებო. ჩვენი პრობლემით დაინტერესებულო კარგო ხალხო. ჩვენ ახლა ისეთი სიტუაციაში ვართ პირველად და შეიძლება რაღაც არ ვიცოდეთ, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი პრობლემა რაცაა გლეხების, შრომელი ხალხის, ვინც მთელი შაბათი კვირები და რაღაც შაბათი კვირა ჩართულია საქმეში და თავს აკლავს და ჩვენი აი ერთი მეგობარი ისევ არ ჩერდება, სანამ არ დაუღაბნელდება თვალებში ღამის გამო. შრომობთ, მაგრამ მაინც შედეგი არ არის. რა არის ახლა პრობლემები გვაქვს და გვჭირდება მთავრობის დახმარება. და კერძო სექტორთანაც გვაქვს პრობლემები მთავრობასთან და ყველასთან. ვიყიდეთ ბოძები. კაი ბოძებიო გვითხრეს. ეს დედა მოტყნული. აიშა. რა ვქნათ ახლა ამდენი ბოძი. შემოუცალე მივიტანეთ, დავალაგეთ, მე ალიკა მევიყანეთ. ალიკაიც კაი თესლია ესე სიმართლე მოყვა ჩვენში 6 თვე აკეთებს ამას. 6 თვე რა გაკეთა. ხალხი ბაღანას აკეთებს 6 თვეში, 6 თვიანი თვეა. ხანა? გაფუჭდა. ანუ რა გამოდის, რომ არახარისხიანი ბოძები იყო. ხარისხიანი არ იყო ბოძები, დეგუენძრა, მაიფული ავაგროვეთ, ვიყიდეთ ახლა არაფრის ფული აღარ დაგვრჩა. პირველი პრობლემა კერძო სექტორთან მქონდა, მაგრამ არ იყიდოთ ხალხო, იყიდეთ. ახლა ვარესი პრობლემა. ლევანამდე იწყო, მოუვდა რომ გაჩაღებული იყო კაკლის ბიზნესი, ეს სახელმწიფო თავს მოახვია ხალხს. ეს ხალხიც მასხარა, საცხან გეიხარა, საცხან არ დეიჯერს და კაკლები. ვაფშე რას მიძახდნენ, იცი ზოგიერთი ახლა ერთ-ერთი დაიჭირა. ერთი წუთით კაკლებს ვაჩვენებ თუ შეიძლება. ანუ კაკლებიდან ჩანს მხოლოდ თეთრი. თეთრი რა. აი ახლა გეტყვით, ახლა მოყევინა. რაგი ჩემზე მბობი. არა, კაკალი. მაინტერესებს. ხო, კაკალი, დაიწყე, კაკალი წაბლიო, წაბლი ჩვენთან არ ხარობს გურგე დედამ. წაბლი ერთი ცალი გვინდოდა. ბუნჯგალიანა იპარავეთ. კაკალი დავგეთ 4 წელია რაფერა იცი? ჩემთან სოფელში რომ კაცია სახედარა ემხლა იმაზე პაწაია. და დედამ რა გვარჯილ არ დუყევეთ. აზიმუტი 80 მეტრია ვედრაით წყალი გვაქვს ნაზიდი და უსხით აფერი. რა გამევიდა? მე 4 წლის მერე ვიგებთ რომ აი კაკალი ამერიკული კი არა, ან ესპანურია, ან იტალიური, ან თურქული. ჩვენ რომელი შეგვყვა? ჩვენ თურქული ზეთი რაცხა კაია, მაგრამ კაკალი კაი არ ყოფილა. არ იყიდოთ კაკალი. მოკლედ არ გარგო და 4 წელია ვუვლით. სიო აფერი. კაი, კიდე რა პრობლემა? ანუ ეს კაკალი ამერიკული არ არის? აჩე ამერიკული ყოფილა ბებია თუ გეჭიყოლია იქიდან დედის მხრიდან იტალიაში და გამოიყვანეს დაარქვეს ამერიკული. არის ის კითხვები პროსტო არ მოდის ახლა ლაივში რომ ამერიკულია რაფერი კაია და რაფერაა კაია. რაფერა კაია, მართლა. ნანა, ახლა თქვი რაც. სანდარი, გამოვაჩინე. ვერაცდა, კოჭებს. კოჭებს ვერაცდა. მაგრამ ვის კოჭებს? დაბალკოჭიანი ადამიანის კოჭებს ვერაცდა თორა. პაიჭაძის კოჭის ხმა კი აქ ლევონას იგე კაინაზანი. კიდე რა პრობლემები გვაქვს? პრობლემების მეტი რა? მინდის ჩამოსვლა პრობლემა. შენ ზევით ახალ მექები ხო რა გინდრო? ნანა, გავაგზავნე საუბარი. ეგ უდიდესი პრობლემა. მუშახების პრობლემა. ტრაქტორი ვერ ვიტოვეთ, თვეები ვეძებთ. ძლის რაღაცა ტროთქის დროინდელი მოვიყვანეთ. მაგარი კაცი კი იყო ეს. ისე კი. კაი კაცი, მაგრამ მეც ბოლოს მითხარ, მეც რომ ამუშავე, მაგრამ რომ გაფუჭდება. მართალი იყო და ტრაქტორის ამოყვანაზე მოგიყვებით. ერთი თესლი კაცი შეგვხვდა, იმენა ტრაქტორის ამოყვანაზე ფული გამოგვართვა და ნახევარი კიდე დაგომეტება. რასეთ ყმა ერთი ურალიარება ამ ხეობაში. ნომრიანი დანარჩენი კაი აი ამოჭე. ნანა კიდე რა გვაქვს პრობლემა? ძაღლები არიან, ძაღლებს არ ვაიმე, ძროხები, ხალხი, ძროხები. მაგენს დიქცე დაბადება. ძროხები ძროხები და არიან და ანუ რაღაცა ცოტა საქონელი. საქონელი ნახდა. ის რომ აქ იყოს ვაფშე მაგრა იმაჟინდა. საქონელი. სუკო მოდი. ჩაუკეტეთ, გონი ჩემი ჯინი აქვე ვიძახი რომ არ გავღობოთ, кайღობით არ გავღობოთ, არა და კი მინდა გაღობა, მაგრამ უკვე რაცხა წყალა ეკლით გავღობეთ და წყდება. აი ძროხაც მოადგება, აქ უნდა ჭამოთ. ჩენდლერი გამხმარია. გამხმარი რაც გამოუტანე. არის გამოუტანე აფერი და ერთი რაც ჩვენ აკვეთს უპირატესობა აქვს, არის ორი რაღაც. ერთი გენა და ის კბილი გვაქვს.
ცხოვრებისეულად არქეოლოგია ამოვიდა. ცხოვრებისეულად ჩვენთან და შემოდა მეორე რაც არ უჭერს ამაყაც არის ბალახი. ნუ კაკა ვიჩირის აგერ ბამბუკი გვაყიდინეს და დალპადი. ხო გიო. მეორე წელია და არ გაიხარა. კი, მაგას კი ვამბობდით რომ მაქენა მოვა. მაგის წინ შეხვდა, მაგის წინ. ვისთან მიჩვი დალპა, აი მესამე წელიწადია და არ გაძინა. გიო, მაგის მე რანაირად ეცი გარანტიით მანქანით არ შეხვიდე, ცოტა სწორი ის კი ჩანს, მაგრამ ჭაობ. ხალო, რა ფერს? დამეთან. შვენიერიანი და? ვაიმე. ხო და მაგ მოდი გემთია. თათი. ვაიმე. ჩადი ქვევით. მოუხვი. კაი, კიდე პრობლემები. არ შეიძლება რომ არა აღნიშნოთ რა პრობლემა. პრობლემა სოდნის პრობლემა. სოდნა. უცოდინარი ხალხი რო ხარ. არ არის ხაბი, სადაც შეგიძლია რომ ცოდნა მიიღო. ახლა ალიკა ეძიე და არ ყვერიკო? ალიკა მაია მომიწერეთ ხა რა ის ხაბი არ არის შენ გინდა და არის. სად გაიგე? აგრონომიის ხაბი არ ქონდა, კაკრის დარგვის ხაბი არ ქონდა. რომელ ხაბში ხარ? მიხრედი რომ ეს დარგული ქონდა და არ მოგწეს ინფორმაცია თუ რა გინდა? იმის დედა მოვყანდა იმცა მოგწა ვაფშე და საქმეში რაშია არა კეთილ სინდისიერ ხალხში რომელიც რაღაცას გაკიდებს და გეუბნებას უპერს. მაგარი, ახლა ერთად ისი იმედი გვაქვს. მოკლედ პრობლემებზე შემდეგ გავაგზავნებთ. ისი იმედი გვაქვს და ეხლა რა გვჭირდება? ეხლა რა გვჭირდება? ჩვენ გვაქვს იმედი წინ დავდგეთ ხევნის ვარდი. მართალია ვარდი აყვავილებული არა, არც გახარებული არა ჯერ, მაგრამ მკვდარი არაა, რაც თავარი და იმედი გვაქვს რომ წინ ვარდი იქნება და უკან რა იქნება არ ვიცი. ჩვენი გზა იქნება იავარდით ფენილი. ხო. ახლა კიდე უარეს მოგიყვებით ცი. აწარმოეთ საქართველოსთან მეორეჯერ მივედი. პირველად რომ მივედით, მევიდნენ და აი ნამეტარი მაღალიაო, აღმართიაო, აკიმები არაო. იმენა რაღაცა მოგთხოვე სასწავლი. რაღა მეორეჯერ გიყო. კაი მესამეჯერ მივედი. კაი მესამეჯერ და მოკლედ არ დაგვაფინანსეს არც პირველი ჯერ, არც მეორე ჯერ და უკვე ტოქსიკურ ურთიერთობაში გადაგვეზარდა და მივედით კიდე მესამეჯერ და კაია დაგვაფინანსეს. კი მოგეხსენებათ ახლა რომ ნათიას მეგობარი იყო, კი მოგეხსენებათ. მეგობარი იყო და იქ ცოტა სიყვარული ქართულ ჯიგრ პონჩი. გახარიას ყველა უაგინებთ მაგის გამო, მაგრამ ჩვენ ზაღა ქართულ ჯიგრ პონჩი მივედით ნათიას მეგობართან. მაგრამ კიო დაგვეხმარეს ცოტა, ახლა კაი ხალხი ხართო, მოუყევით ყველაფერი კაი და ვსიო. მაგრამ ახლა ნახე, ორი რჩეული ფინანსური კუთხით ჩვენს სამეგობროში ვიცა მოხდა. ამოხდა კი და აღმოჩნდა ბინის მფლობელი და წარმატებული ხაშურელი ნინო და ჩარი, ჩვენი ჩარი, მეორე ადამიანი. ჩარი რატო ქვია? ჩარი იტო ქვია და 4-5000 ლარიანი აქვს დაწერილი საწოდავს. ახლა ეს 100 დოლარში გუშინგი ეყარა გოწურში იყო წასები, რაცა მუსიკოსებს ჩაუკუჭავდა და შორს რომ არ წევიდა. ფანტებში და ბანკირები ხო ეხა სესხის გამსანობი ხო შებერტყილი არიან და ჭკვიანები, მაგრამ ჩვენ ჩავჭერით. მივიდა ორი კაცი და თანხის გამოტანა უნდათ ერთნაკვეთს. აგენი გაბეჭდე რომ ერთნაკვეციო, ახლა მაგარი დაფიქრდა და რომ ამონაწერი კლინ მისა, თან ახლა უარესი ვაფშე დაყოლევდა 10 მესაკუთრე ეჭიტა. ანუ აქამდე ხო მომწ პრობლემა რომ ორი ბიზნესი ერთნაკვეთზე და ახლა გეჭიტა რომ 10 კაცია ამის მესაკუთრე. ახლა რა მითხოთ პარტარა ვიცით და გვეხმარით რომ აი 10 კაცმა რაცა გეგვიყოთ რაცა იქეთ მაგრამ მიწა გჭირდება ხო იცი პაჩკი არაფერი არ ხაროს და ამიტომ მიწა გვინდა შენ გვინდა იქ მოვთხრით და შემოვიდა. ჩვენ გვინდა მიწა რატო გვინდა მიწა რომ ამ მიწაზე ყველაფერი დავტესტოთ გვერდზინეთში რა შეიძლება მევიდეს ერთი რაც ვიცით ჩვენ მეზობლებს მოყავთ კარტოფილი ერთ ძირ მე მგონი ლობიოც კი ერთ ძირ კარტოფილს უნდა დავყარო ერთი ვედრო აზოტი და მოდის კარტოფილი. ეგ ვიცი, ნამდვილად ვიცი. მაგარი კარტოფილია სუპერ. ახლა რა გვინდა ჩვენ ყველაფერი დავუგადოთ. და გავტესტოთ, ამიტომ მიწა გჭირდება. მიწა გჭირდება, მაგრამ ამას ხელახლებელია. იმიტომ ირგვლივ მონასტრები, იმათაც მიწა გჭირდება. და ისინი უფრო პრიორიტეტს ცოტა ხო უპირატესობა. ხო, უპირატესობა აქვს. ისე მამაო რომ ამას ღობავდით, მამაო მევიდა და კითხვა, აი ჩემი მიწაოდა. შეიძლება რაცხანა ლუცინა კუთხი არის. რა ვქნათ ახლა? გაწვიმდა, ფანჩატური არ გვაქვს. მოუწოდებს სამშენებლო კომპანიებს. რაღაცა დიდ ჰიპერმარკეტებს.
თუ გვაჩუქებთ თუნუქს, ხეს, ჩვენი მეზობელი აშენებაში დაგვეხმარება ამ ფანჩატურის მაგიდის შემჭედი კაცი, აი კაცი, ჩვენი ბიძია ბაბუა კაცი, დაგვეხმარება და გვექნება ფანჩატური. ფანჩატური მაინც არ უნდა გქონდეს, ამდენი მნიშვნელობით არაფერი არ გვაქვს, ფანჩატური არ გქონდეს, მაგრამ თავარია, ასევე მივმართავ შინხოფერს, ნათიურაჭას და ყველას. ჩვენმა ვაზმა ჯერჯერობით არ იხარა ყურძნისთვის, მაგრამ იხარა შეაბრუნეთ კამერა. მარიამმა როგორ დაწამლა, კი არა, დაწარმა. ხო, მივმართავ, გამოგვიგზავნოთ ხორცი. სტეიკი იქნება ჩალაღაჯი. გავტესტავთ, არ არის პრობლემა. ჩვენ რეკლამას გაგიკეთებთ. მარიამი არის მაგარი შეფი. ვასილ არის კაი ხორცი, მაგრამ არ არის ჩვენთან ერთად. ლევანმა იცის, ხო და ამ ყველაფრისთვის თუ თქვენ ახლა პიარი პირდებათ, ხო? ნამდვილად ასევე შემიძლია შემოგთავაზოთ აქვე 125 გამომწერიანი ჩაკიდულების არხი. შეგვიძლია წვადი და ვაზი ჩავკიდოთ ერთად, ისედაც ჩაკიდული იქნება და ერთ გადაცემასაც კვეთდებით. ახლა მივხვდით თუ რამეს დამატება გინდა პირი გამომიშრა. აქ შეიძლება სასმელებითაც დაგვეხმაროთ ცოტა, იმიტომ რომ გიორგის ნატახტარი უყვარს, ნანას ფანტა, ნინოს კოკაკოლა, კოკაკოლას მოუწოდებ რომ შევიდეს მახარასთან. ძალიან კაი იქნება. ასევე ნახეთ, მეგობრებო, ყველაზე მაგარი იდეა. მთელი გადაცემა უყვები, რომ არაფერი არ გამოგდის, მაგრამ არ ვჩერდებით. ხო და არ ვჩერდებით. არ გავჩერდებით. საქართველოს ბანკი. და ახლა სად არის ამ დროს საქართველოს ბანკი? ამდენ რაღაცას ვცდილობ და არ ვჩერდებით. იმიტომ რომ ბოლოს მაინც შედეგი იქნება აუცილებლად. არ გაამართლებს კაკალი, გაამართლებს ნუში. ნუში თავისთავად არ გაამართლებს. კაი, ზედისხილი. ეგეც არ გამართლებს. რა ვიცი, წაბლი. ხომ გაჩერდა და ფორმულა წარმატების არის არ გაჩერება. ხო და საქართველოს ბანკი აქ რომ შენი ლოგო იყოს ახლა რა დაგიშავდება. ცოტა ფული გადაგვიხედე, უფრო მეც ვილაპარაკებ. რაღაცა წამოსასვლელი. მივმართავ სოკარს. სოკარს რა, მარიამის მანქანა ძალიან ცოტას წვავს. ამ ბქლა გზაზე დავდივარ. არაფერი არ გამოგდის და რაღაცა ჩაგვისხი. კაი, სოკარს თუ არა გალფი იყოს. მარიამი გალფს იასხავს, გალფი, სოკარი რაყლეთი მინდა, არ გვინდა სოკარი. გალფი იყოს. შენთან გოდოგებს ყავს რაღაცას ვყიდულობ. შენ გვაჩუქე 100 ლიტრა საწვავი კვირაში, ასე გვეყოფა. მაგ საწვავში ცოტა ფული მაინც დავჭის. იმიტომ რომ ყველა დღე ვას მომატებ ჩვენ ნაკვეთზე. რავი. სულ ახლა გადაცემა და უთხარი მადლობა. მადლობა. მე ვიმედოვნებ რომ აქ ლურსნებს დავაჭერებ რამდენიმეს, იქნება გალფის, საქართველოს ბანკის და სამშენებლო მასალების და იქეთ ხორცის. მოდუსი არ დაგვაფინანსა? მოდუსი. ხო, მოდუსი. მაგ ყველაფერი უფროსების უფროსი და ვაფშე მოდუსი რითიც სული უდგა და ჩვენი იაქია. და მე ახლა მაგის გამო კაცი დააფასეთ, ვიცით თანამდებობა შეუცვალეთ ყველაფერი და ახლა პატარა დაგვაფინანსეთ ჩვენ რა იქნა. კიდე ჩვენში ამ წელში აჭარლებიც არიან ყველა და რაც ხა მოდუსი ვაფშე დიდად აქ ტენტს თუ გვაჩუქებთ ასეთ გადმოსახულებას. და იქ დავაწერთ მოდულს ვაფშე თქვენი ასეთი იყოს თუ გინდათ. განათებები რაღაცები დავაყენოთ, მიდით აქ. გავალამაზოთ, შეღებილი კაჭლები გავალამაზოთ უფრო მეტად. ამას ისე ლაიფია. დავემშვიდობოთ მაყურებელს. მადლობა რომ გიყურეთ. მადლობა ყურადღებისთვის. ველით გამოხატეთ. დაგიბრუნდებით. ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ მიმართოთ. ჩვენებსაც მივიღებთ. დახმარების სურვილს თუ გაგიჩნდებათ, რა ვიცი. გამოგზავნით აქ საქმე სულ გვაქვს, მივიღებთ, არ არის პრობლემა. ჩვენი სოფლის კვირდები. და ჩვენს მცირე ტაბლაზე გიმასპინძლებთ ახლა. სხვათა შორის საჭმელები ყოველთვის დღეს რაღაც ახალი დავტესტეთ. აქვია მას სიმინდის მწნილი და ცუდი არ იყო. ასევე რა კომპანია ეს? ლორადო. იყავი ლორადო. გამოაგზავნე ლორადო. შევხვდებით ერთ კვირაში, სავარაუდოდ.